მოგესალმებით, მოგესალმებით სტუმრებს. მე თავიდანვე ვიტყვი, რომ არ გამოვიყენებ სრულად დროს, იმდენად რამდენადაც ბატონმა მინისტრმა უკვე გააკეთა განმარტებები, ბევრი საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მინდოდა უფრო მეტი ყურადღება გამემახვილებინა, ასევე არ დავიწყებ დეტალურ განხილვას ბიუჯეტის, მე ვიტყვი იმას, რომ იმ ძირითად პრიორიტეტებს კომიტეტი მხარს უჭერს, კერძოდ იმას, რომ პრიორიტეტულია ჯანდაცვა და სოციალური სფერო, ასევე განათლება, მეტნაკლებად სხვა სფეროები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი რომ არ არის, ამაზეც ორი სიტყვით მოგახსენეთ შემდეგში. მე რატომ არ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას უფრო დეტალურად? ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს კომიტეტსა და სხვა კომიტეტებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროსთან. შეიძლება ჩვენ უფრო მეტი ინტენსივობით გვაქვს ეს კონსულტაციები, იმდენად რამდენადაც პარალელურად საკომიტეტო მოსმენებისა ჩვენმა კომიტეტმა საქართველოს რეგიონების მიხედვით ჩაატარა ასევე განხილვები, სადაც მონაწილეობდნენ აქტიურად როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე რეგიონალური სტრუქტურების წარმომადგენლები, მაჟორიტარ დეპუტატებთან და სიით არჩეულ დეპუტატებთანაც ერთად, ვისაც ამისი, რა თქმა უნდა, სურვილი ჰქონდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ჰქონდა კომუნიკაცია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში, აქედან გამომდინარე, ბევრი საკითხი, რომელიც იქ არაერთჯერ დავსვით, არ ჩავთვალე საჭირო, თუნდაც რომ აქ პლენარული სხდომის დარბაზიდანაც დამესვა და კიდევ უფრო მეტი დრო წამეღო თითოეული თქვენთაგანის. ესე იგი, რა გამოიკვეთა ამ განხილვების დროს? ერთის მხრივ, ყველა კომიტეტმა ჩაატარა თავისი სხდომები, სადაც დეტალურად იქნა განხილული წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი, თავისი შენიშვნები, დასკვნები გადმოსცა ჩვენს კომიტეტს, როგორც აღნიშნე უკვე პარალელურად ჩვენ ვიმუშავეთ რეგიონებთან, საიდანაც ასევე წამოვიღეთ ის შენიშვნები, წინადადებები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტად აინტერესებდა. ყოველივე ეს გადაეცა ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნა ბატონო ნოდარმა, ის ელოდება ასევე არქიტრის შესრულებას, რათა უფრო უკეთ დავწონოთ ის ტენდენციები, რომელიც ახასიათებს მიმდინარე წლის ბიუჯეტს, რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად აისახება მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებშიც. ეხლა მე მოკლედ წარმოგიდგენთ ძირითადად რა შენიშვნები და წინადადებები იყო როგორც კომიტეტებიდან, ასევე რეგიონებიდან. ერთი, რაც ყველას აერთიანებს, როგორც რეგიონებს, ასევე დაგობრილ კომიტეტებს, ყველასთვის პრიორიტეტი იყო პენსიების გაზრდა. ეს არის ცალსახად აბსოლუტურად, ამიტომაც მე არ მინდა, რომ ვინმე რომელიმე დეპუტატი გამოვყო, ან რომელიმე კომიტეტი, აბსოლუტურად ყველა მოწოდებულია ამისთვის. ეხლა მეორე სფეროა ის, საიდან შეიძლება გაიზარდოს, როგორ შეიძლება გაიზარდოს და რამდენიც შეიძლება გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს თემა არის, რომელზეც მიმდინარეობს კიდევ კონსულტაციები, რომლებშიც ჩართულია ძირითადად მაინც ჯანდაცვის კომიტეტი, ასევე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, კიდევ ყველა ის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ცალკეული დეპუტატები და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, რომ შემცირდეს ხარჯები სხვადასხვა უწყებების მიხედვით, მაგრამ მეორეს მხრივ გამოიძებნოს რეზერვი საშემოსავლო ნაწილის გასაზრდელად, რა ის, ასე ვთქვათ, ოპტიმიზმსაც გვაძლევს თუნდაც ახლანდელი შესწორებული ვარიანტი, რომელიც შემოვიდა უკვე პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული 2015 წლის ბიუჯეტში ასევე ცვლილებებს, რომელშიც გათვალისწინებული არის საშემოსავლო ნაწილის დაცვა. და მიგვაჩნია, რომ ეს ტენდენცია ალბათ მომავალ წლსაც გაგრძელდება, რაც საშუალებას მოგცემს დამატებითი რესურსების მოზიდვას ბიუჯეტში.
ყოველი აქედან გამომდინარე, ეხლა მე მოკლედ გეტყვით, კიდევ სხვა პრიორიტეტებზეა საუბარი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად იყო ხარდაჭერილი, ჯერ რეგიონებიდან ვიტყვი და მერე შემდეგ დარგობრივი კომიტეტებიდან. რეგიონებიდან პენსიების შემდეგ მოდიოდა ტრანსფერების გაზრდის საკითხი, რომელსაც ფაქტიურად აყენებდა ყველა, თუმცა როგორც ჩვენი ადგილზე შევისწავლეთ, პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც გარკვეული საშემოსავლო ნაწილი გადასახადებისა დარჩა ადგილობრივ ბიუჯეტებში და ამას შეადგინა 300 მილიონი, ხოლო ასევე სამაშველო სამსახური გადავიდა ცენტრალურ დაფინანსებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და აქედან გამოთავისუფლდა 50 მილიონამდე, ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა ასე ვთქვათ, ბიუჯეტები ყველა მუნიციპალიტეტის. თუმცა აქ არის უთანაბრობა, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში გაიზარდა მეტად, გარკვეულში ნაკლებად. აი აქ სხვადასხვა ისინიც, ვისაც მეტად გაეზარდა, რა თქმა უნდა, თხოვლობენ კიდევ უფრო მეტად გაზრდას და გასაგებიც არის მათ თავის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად ის გაზრდილიც ეცოტავებათ და ამაში ცუდი არაფერია, ხოლო მათ, რომლებსაც ეს ცოტა ნაკლებად გაეზარდათ, მათი პრეტენზია, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით ხო ვიდრე წარმოადგენს საბოლოო ვარიანტს ბიუჯეტისა ბატონ მინისტრს, რომ გაამახვილოს ერთის მიმართულებით გარკვეული ერთი ჯგუფის შექმნას, რომელიც ალბათ შექმნილიც არის, უშუალოდ იმუშავებს ადგილობრივ ბიუჯეტებთან და იქიდან წამოსულ წინადადებებზე, რომელიც გადავეცით მათ უკვე, სადაც შედის ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით ყურადღება მინდა გაამახვილონ აჭარის და სამეგრელოს რეგიონებიდან წამოსულ წინადადებებზე, იქ არის რაღაც კონკრეტული თემები და შესაძლოა რომ ის პარლებში გაითვალისწინონ, ასევე რა თქმა უნდა სხვა რეგიონებიდან წამოსულ წინადადებებზეც. ასევე პრიორიტეტები, რომელიც წარმოდგენილი იქნა კომიტეტებიდან, იყო აქ პრიორიტეტებში დევნილთა სახლების შენობების საკითხი იყო დასული და კიდევ თქო ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება სერიოზულ დაფინანსებას ახორციელებდა წინა წლებშიც და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააძლიეროს, რათა ამოვწუროთ ეს თემა, რაც შეიძლება მალე. ასევე გამოთქმული იყო კულტურული ობიექტების დაფინანსების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ასევე და ამ მიმართულებითაც არის თხოვნა. კონკრეტული ობიექტების ნუსხა გადაცემული აქვს ასევე სამინისტროს, ასევე სპორტის კომიტეტიდან სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კიდევ დამატებით გამოყოფაზეა საუბარი, რომელიც უნდა მოხმარდეს საერთოდ სპორტს და განსაკუთრებით 2017 წელს დასაფინანსებელ სხვადასხვა ჩემპიონატებს და ღონისძიებებს. ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით არის ასევე წინადადებები და რეგიონალური ინფრასტრუქტურაზე უკვე ვისაუბრეთ. აი ეს საკითხებია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პენსიების ზრდიდან დაწყებული, რომელზეც ალბათ საჭირო იქნება ამ რესურსის გამონახვის შემთხვევაში გამახვილდეს ყურადღება. კიდევ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამან უნდა მიიღოს უტოპიური ხასიათი, როგორც ეს წარმოუდგენელი აქვს ჩვენს კოლეგებს, ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან, ეს რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ იქნება 50 მილიონი 50 ლარიანის და განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკვე 80 მილიონი ლარით ისედაც არის გაზრდილი პენსიების დაფინანსება გამომდინარე იქიდან, რომ პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა 40,000 პენსიონერით, რაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, კარგია და ძირითადად ეს გამოწვეულია იმითი, რომ ზუსტად იმ ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდამ გამოიწვია ის, რომ სიკვდილიანობა შემცირდა რიგებში, ასე ვთქვათ, გაიზარდა ხანგრძლივობა სიცოცხლის და თავის მხრივ ამან პენსიონერთა რაოდენობაც გაზარდა, თუმცა მარტო ესეც არაა, ასევე ეს გამოიწვია იმანაც, რომ ახლა პენსიაში გადიან ომის შემდგომ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაბადებული ადამიანები პენსიაში და აქედან გამომდინარეც იზრდება, რა თქმა უნდა, მათი რიცხვი, მაგრამ ერთი მიზეზია თუ მეორე, ყოველივე ამან 70 მილიონით დამატებითი რესურსის გამონახვა ხვის საჭიროება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და ღმერთმა თქვას კიდევ გაიზარდოს პენსიონერთა რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუშლის პენსიების ზრდას,
მაგრამ ისევე ჯობია რომ სხვა რესურსები მოვნახოთ ამისათვის პენსიების გასაზრდელად და არა ჯანდაცვიდან ამოვიღოთ ფული, რომელიც ისე დაარტყავს მას სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამითი შეიძლება გავზარდოთ პენსიები მეტად, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი, რომელიც არის მთავარი ფაქტორი, ის დავაყენოთ რისკის ქვეშ. მე ვთხოვ, რომ ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, შესაბამის კომიტეტებთან, განსაკუთრებით აგერ ჯანდაცვის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებთან ერთად ვიმუშაოთ ორი მიმართულებით ძირითადად საშემოსავლო ნაწილის გაზის მიმართულებით, რეზერვების გამონახვის მიმართულებით და მეორე იმ პრიორიტეტების დაფინანსების მიმართულებით, რომელზეც უკვე აქ იყო საუბარი. დიდი მადლობა.